საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით. ჩვენ ვისაუბრებთ სულხან-საბა ორბელიანის ორი გავარაკზე. ესენია დიდვაჭარი და მეფუნდუკე და სამნი ბრმანი. ეს არის იგავარაკები სულხან-საბა ორბელიანის იგავარაკთა კრებულიდან სიბრძნე სიცრუისა. როგორც ვიცით, ამ იგავარაკებს ყვებიან პერსონაჟები. ოღონდ უბრალოდ კი არ ყვებიან იმისათვის, რომ რაღაც საკუთარი აზრი დაადასტურონ, მაგალითებით ცხადყონ. ამ იგავარაკს დიდვაჭარი და მეფუნდუკე რომ ქვია, ყვება ლეონი, იმის დამადასტურებლად, რომ ადამიანი ადამიანს სიკეთეს ყოველთვის გადაუხდის, რომ ცხოვრებაში ამისი ძალიან ბევრი მაგალითია. მოდი ნახოთ ამ იგავარაკში როგორ ხდება, როგორ არის წარმოჩენილი ეს ყოველივე. ლეონი ყვება, რომ ბოლნისის მთის ძირას გზის გადასასვლელზე ერთი კარგი ფუნდუკი იყო აშენებული. აქ ყურადღება იმასაც მივაქციოთ, რომ ბოლნისი არის ნახსენები. საერთოდ ამ იგავარაკებში ძალიან იშვიათად არის ნახსენები ტოპონიმიკა, რომლებიც საქართველოს ასახავენ, ასე ვთქვათ. აქ არ გვხვდება ქართული სოფლები, ქართველი პერსონაჟები, მაგრამ აი აქ შეხვდა ბოლნისი. თანაც სულხან-საბა ორბელიანი თვითონ ბოლნისიდან იყო, კონკრეტულად ტანძიიდან იყო, სოფელ ტანძიიდან, ეს არის ულამაზესი სოფელი ბოლნისის რაიონში და სწორედ ეს მთავარი პერსონაჟი იგავარაკისა, სწორედ აი ბოლნისის მთის ძირას ცხოვრობს. ფუნდუკი არის სასტუმრო და ამ კაცს ჰქონდა დიდი ფუნდუკი, კარგი ფუნდუკი აშენებული. ოღონდ ეს მეფუნდუკე გამოირჩეოდა სხვათაგან ერთი საოცარი თვისებით. ეს იყო ის, რომ ის იყო უსაზღვროდ კეთილი ადამიანი. ვინც მგზავრი გაივლიდა აქ, აუცილებლად მიიპატიჟებდა, ღამეს გაათევინებდა, ასმევდა, აჭმევდა, იმის ცხენებს ქერსა და ბზეს მისცემდა და წარმოიდგინეთ, არანაირ ფასს არ იღებდა ამ თავის შრომაში და აი ასე ისტუმრებდა. რაღაცნაირად ეს კაცი გვაგონებს სახარებისეულ პერსონაჟს, კონკრეტულად პერსონაჟს, რომელსაც ძალიან უყვარს თავისი მოყვარე. როგორც ვიცით, მშვენიერ დღეს იესო ქრისტეს ერთ-ერთმა მიმდევარმა კითხა, რომ როგორ გავიგო, ვინ არის ჩემი მოყვარეო და მან უპასუხა იგავით ერთი სამარიტელის შესახებ, რომ ერთი კაცი მიდიოდა გზაზე, მას თავს დაესხნენ ყაჩაღები, გაძარცვეს, დაჭრეს, დააგდეს, მიაგდეს უპატრონო და წავიდნენ. ამ დროს ამ გზაზე ჩამოიარა ერთმა მღვდელმა, ყურადღება არ მიაქცია. შემდეგ ჩამოიარა ერთმა ლევიანელმა, ესეც სასულიერო ფენის წარმომადგენელი იყო და მანაც ყურადღება არ მიაქცია. და შემდეგ ჩამოიარა სამარიტელმა. სამარიტელები და იუდეველები საერთოდ ერთმანეთს მტრობდნენ. სამარიტელი დაეხმარა იუდეველს, ჭრილობები შეუხვია, როგორც შეეძლო და შემდეგ მიიყვანა ფუნდუკში. მეფუნდუკეს დაავალა, რომ ყველაფერი გაეკეთებინა მისთვის და თუ რამე ზედმეტი ხარჯი მოუვიდო და როდესაც სხვა დროს გამოივლიდა, აუცილებლად ყველაფერს გადაუხდიდა. აი ასე მოექცა ვიღაცა სრულიად უცხო ადამიანი ამ იუდეველს. როგორც გითხარით, იუდეველები და სამარიტელები ერთმანეთს მტრობდნენ და იესო ქრისტემ აი ამ მაგალითით კარგად ცხადყო და დაუდასტურა ამ შემკითხველს, თუ ვინ იყო ნამდვილი მოყვარე. მოყვარე არის ის ადამიანი, რომელიც სხვა ადამიანისთვის გაიღებს ყველაფერს, რაც შეუძლია, დაეხმარება და ფეხზე წამოაყენებს. და სწორედ აი ამ ასეთ ადამიანს, ასეთ კაცს გავს სწორედ ეს ჩვენი მეფუნდუკე, რომელიც ახლახან გავიცანით. და ერთი ამბავი არის მოთხრობილი, რომ ერთი დიდი ქარავანი მოვიდა და ფუნდუკში შეისვენა ამ ქარავანმა, ძალიან კარგად დახვდა ეს კაცი, როგორც ჩვეულებრივ იცოდა ხოლმე დახვედრა, მაგრამ ღამეს მოვიდა ძალიან დიდი თოვლი, იმ ღამეს მოთოვა და გზები შეიკრა. ამ ქარავანს, რა თქმა უნდა, აღარ შეეძლო გზის გაგრძელება და წარმოიდგინეთ, ამდენი ხალხისთვის უნდა ემასპინძლა ამ ჩვენს მეფუნდუკეს. მაგრამ მას უკან არ დაუხევია, უარი არ უთქვამს და მთელი ზამთრის განმავლობაში ემსახურებოდა. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ხარჯი გასწია
არა მხოლოდ ადამიანებს სჭირდებოდათ მომსახურება, არამედ საჭმელი სჭირდებოდათ აქლემებსაც, რა თქმა უნდა. მაგრამ ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც სხვა დროს აკეთებდა და წარმოიდგინეთ, როდესაც გზები გაიხსნა, როდესაც გადაწყვიტა ამ ქარავანმა გზის გაგრძელება და ამ ქარავნის პატრონი იყო დიდვაჭარი, მან არანაირი საფასური მას არ გამოართვა. როდესაც საერთოდ ვინმეს მასპინძლობ, ძალიან ხშირად დგება ხოლმე ისეთი მომენტი, ასე ვთქვათ, როდესაც მასპინძელს მოსწყინდება სტუმარი. ასეთი ლექსიც არსებობს ხალხური დილით ოქრო ხარ სტუმარო, საღამოს ვერცხლად იქცევი, თუ ცოტა შეგაგვიან და სპილენძად გადაიქცევიო. ესე იგი ნელ-ნელა ღირებულებას კარგავს სტუმარი, თუ კი მას, რა თქმა უნდა, სტუმრობა გაუხანგრძლივდა. თუმცა ქართველი ხალხი, რა თქმა უნდა, სტუმართმოყვარეობით არის ცნობილი, მაგრამ რადგან ასეთი ხალხური ლექსი შეიქმნა, ესე იგი ადამიანებში მაინც ჩდება ხოლმე ასეთი განცდა, როდესაც მათ მოსწყინდებათ ხოლმე სტუმრის ასეთი ხანგრძლივი მასპინძლობა. თუმცა ამ შუას მეფუნდუკეს, როგორც მოვისმინეთ, მასპინძლობა არ მოსწყენია. დიდვაჭარი, რა თქმა უნდა, ძალიან კმაყოფილი იყო და კითხა მეფუნდუკეს, შვილი ხომ არ გყავსო? და მეფუნდუკემ უარი უთხრა, რომ არა, მე შვილი არ ამყავსო. თუმცა სინამდვილეში მას ყავდა შვილი, მაგრამ სტუმარს დაუმალა და რატომ მოიქცა ასე? თურმე მის შვილს სჭირდა კეთრი, ეს საშინელი დაავადება, რომელიც ადამიანის სხეულს მთლიანად ცვლიდა, ადამიანის კანს უჩნდებოდა რაღაცა იარები, რაღაც წყულებები და ადამიანის საშინელი შესახედავი ხდებოდა და აი თურმე ამის შვილს სჭირდა კეთრი და მან არაჩვენა მეფუნდუკეს, რადგან მეფუნდუკემ არაჩვენა თავის სტუმარს, რათა მას არ შეზიზღებოდა ამ სასტუმროში დგომა. ესე იგი, ხელი რომ არ შეეშალა მისთვის იმ დღეების განმავლობაში და მისთვის რამე საწუხარი რომ არ გამოჩენილიყო, ან არ შეწუხებულიყო იმაზე, რომ თქვათ, ამ კაცს ასეთი შვილი ყავდა, ან კიდევ არ შეზიზღებოდა რაიმე. ამიტომაც ეს კაცი ასე მოიქცა და შვილი დაუმალა. თუმცა, როდესაც ეს დიდვაჭარი წავიდა, შვილი ძალიან გაუნაწყენდა მამას და უთხრა, რომ ასე რატომ მოიქეცი, მე ძალიან უკმაყოფილო ვარ შენ, ძალიან მეწყინა ეს ამბავი და მე მივდივარ შენი სახლიანო. მამა ცდილობდა, რომ დაემშვიდებინა შვილი, აეხსნა მისთვის, თუ რატომ მოიქცა ასე, მაგრამ ვერ შეძლო და შვილი სახლიდან გაიქცა. გამწყრალი შვილი გაუდგა გზას და ძალიან მალე დაეწია იმ ქარავანს, რომელიც დიდვაჭარს ეკუთვნოდა და დიდვაჭარს გამოელაპარაკა. როდესაც იმ ვაჭარმა გაიგო ეს ამბავი, ვისი შვილი იყო, რატომ გამოიქცა სახლიდან, ძალიან შეწუხდა ამ ყოველივეზე, თანაც მიხვდა მეფუნდუკემ ეს რატომ გააკეთა და მით უფრო გადაწყვიტა, რომ რაც შეეძლო დახმარებოდა ამ ოჯახს. ამიტომ ამ ბიჭს უთხრა, რომ მე ყველაფერს გავაკეთებ შენთვის, მოგიყვან უამრავ ექიმს და თუ კი შესაძლებელია შენი განკურნება, აუცილებლად ვეცდები, რომ ამ სენისაგან განიკურნო. მართლა წაიყვანა სახლში, მოიყვანა უამრავი ექიმი, მაგრამ ექიმები მიდიოდნენ უკან, ხელებს ჩამოშვებულნი, რადგან ჩვენ არ შეგვიძლია მისი და ერთვენიერ დღეს გამოჩნდა ერთი კაცი, ექიმი, რომელმაც უთხრა ამ დიდ ვაჭარს არსებობს ერთი საშველი, მაგრამ ეს საშველი ძალიან ძნელი აღსასრულებელია. საჭიროა, რომ ერთ კაცს ყავდეს 2 წლის პატარა ლამაზი ბიჭუნა. ნუ რა თქმა უნდა, მშობელს ის ბიჭუნა ძალიან ეყვარება და მამამ ეს თავისი შვილი უნდა დაკლას და მისი სისხლით უნდა შეიღებოს ეს კეთროვანი. მხოლოდ ამ გზით ეშველება. სხვა გზა მისი მკურნალობისა არ არსებობსო. დაუნდა, რა თქმა უნდა, ეს კაცი, იმიტომ რომ ვინ მისცემდა თავის საყვარელ შვილს, ვინ გაიმეტებდა ამგვარად და ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომ თვითონ აღესრულებინა ეს ძალიან მძიმე საქმე. მას ყავდა სწორედ 2 წლის პატარა მშვენიერი ბიჭუნა და გადაწყვიტა, რომ დაეკლა შვილი, მართლაც მან ასე გააკეთა, სისხლი მოსცხო კანზე, მთელ სხეულზე ამ ბიჭს და ის მაშინვე განიკურნა, აი როგორც ქერცლი ისე გადაეცალა ეს კანიო. მკვდარი შვილი ისევ აკვანში
ჩააწვინა და ზეწარი წახურაო. სხვათა შორის ამან მოგვაგონა ერთი ბიბლიური ამბავი და ბიბლიური ეპიზოდი, როგორც ვიცით, ა ブラ ამს ღმერთმა ერთადერთი შვილის ისააკის შეწირვა მოსთხოვა. რა თქმა უნდა, უფალს უნდოდა მისი გამოცდა. ეს იყო ძალიან ძიმე და ძნელი დავალება, მაგრამ ნახეთ ა ブラ ამი როგორ მოიქცა, ის დამორჩილდა უფლის ნებას, მან წაიყვანა ისააკი, რათა შეეწირა ღვთისათვის და როდესაც აღმართა მახვილი, რათა საყვარელი შვილისათვის გული გაეპო, მაშინ გამოჩნდა ანგელოზი, რომელმაც ეს მახვილი ხელიდან გამოსტაცა და მიუთითა იქვე ბუჩქებში გახლართულ ციკანზე, რომელიც შეეძლო რომ შვილის ნაცვლად შეეწირა ა ブラ ამს. და როგორც გითხარით, ეს იყო ძალიან ძნელი გამოცდა, მაგრამ ა ブラ ამმა ღმერთს დაუმტკიცა ძალიან დიდი სიყვარული და აი ასე იქცევა ეს ჩვენი მეფუნდუკეც. სხვისი გულისთვის საკუთარ შვილს წირავს და საკუთარი შვილის გაწირვა კიდე საკუთარი მომავლის გაწირვას ნიშნავს, ხო? ეს ფაქტობრივად არის იგივე თვითმკვლელობა და სწორედ ასე მოიქცა, ოღონდ სხვისი სიცოცხლე გადაერჩინა. იმდენად დიდი სიყვარული ჰქონდა მას მოყვრისა. დედა ამ დროს, როდესაც მამამ ეს საშინელი საქმე აღასრულა, წასული იყო და დედას მკერდი ასტკივდა, რაღაცა უგრძნო დედას გულმა და როცა დაბრუნდა, მაშინვე რა თქმა უნდა, მოიკითხა შვილი და ქმარს კითხა, რომ რამე ცუდი ამბავი ხომ არ მოხდა, იმიტომ რომ ძალიან ცუდად ვიგძენი თავიო. ჩვენი ბავშვი როგორ არისო და ქმარმა უთხრა ძალიან კარგად არის, აგერ ნახე ზინავსო. დედამ მართლაც გააღვიძა ბავშვი, აჭამა ძუძუ მისცა და მარტვილმაც მარტვილი არის ეს სიტყვა გამოყენებული, რომელიც ნიშნავს სწორედ ყრმას, პატარა ბავშვს ნიშნავს და ჩვეულებრივად გააგრძელა ძუძუს წოვა. კაცი რა თქმა უნდა გაოცებული უყურებდა ამ ყოველივეს, ერთადერთი ნიშანი ჰქონდა ბავშვს, ეს იყო ყელზე ოქროს სალტესავით რაღაც და ეს იყო აი ეს ნაკვალევი იმ საქმისა, რომელიც მისმა მამამ აღასრულა და ქმარს კითხა ცოლმა, რომ ეს რა არისო და ქმარმა ღმერთს მადლი შესწირა და ცოლს ყოველი მოუთხროვო. აი ეს ამბავი არის ამიგავარაკში მოთხრობილი და ლეონმა იმიტომ გაიხსენა ეს იგავარაკი, რათა დაემტკიცებინა, რომ მადლს აუცილებლად ადამიანი მადლითვე გადაიხდის, აუცილებლად სიკეთეს სიკეთითვე უპასუხებს, თუნდაც ეს სიკეთე იყოს ძალიან ძნელი და მძიმე აღსასრულებელი. რა თქმა უნდა, ამას ლეონი ამბობს არა მხოლოდ იქ მყოფთა გასაგებად, არამედ ჩვენ, როდესაც მკითხველები ამას წავიკითხავთ, გავიაზრებთ, ჩვენშიც ჩნდება იმის განცდა, რომ ცხოვრებაში სიკეთე აუცილებლად სიკეთით გადავუხადოთ. შემდეგ ამას რა თქმა უნდა შეეპასუხა რუქა. რუქა, როგორც ვიცით, არის მეფის ერთგული ვაზირი, სეფეთუხუცესი არის, მსახურთა უფროსი არის, ჭკვიანი არის, მაგრამ ის არის ძალიან ბოროტი. ბრძენი არის, მაგრამ ბოროტი და თან საჭურისი არის და ის ცდილობს, რომ დაამტკიცოს საწინააღმდეგო იმისა, რასაც ლეონი, ჯუმბერი და მეფე ამტკიცებენ, რომ ამ ცხოვრებაში სიკეთეს ადამიანის სიკეთით არ იხდის და ის ყვება იგავარაკებს. როგორც გითხარით, რუქა ყვება ამ იგავარაკს, რომელსაც ქვია სამი ბრმა. ამ იგავარაკში მოთხრობილია თუ როგორ ატყუებენ ბრმები ერთმანეთს. თანაც ეს ბრმები არიან გლახაკები, მათხოვრები, რომლებიც ძლივ შოულობენ იმ ორიოდე გროშს, რომლებიც ჭირდებათ მათ თავის გადასარჩენად. და სამწუხაროა, რომ ეს ბრმები ფიზიკურად ნაკლოვანი აჩენენ ერთგვარ სულიერ ნაკლოვანებასაც. ისინი არიან უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, სულიერად ბრმანი. და რუქა ყვება ამ იგავარაკს, რათა დაამტკიცოს ის, რომ ცხოვრებაში სიკეთეს ადამიანის სიკეთით არ უხდის. მე ახლა ზედმიწევნით აღარ მოგიყვებით ამ იგავარაკს, მინდა რომ თქვენ თვითონ წაიკითხოთ, ძალიან დაწვრილებით, გაანალიზოთ, განიხილოთ და რა თქმა უნდა, ის აზრი კი არ დაამტკიცოთ და განავითაროთ, რომ ადამიანის სიკეთეს სიკეთით არ უხდის, არამედ ის, რომ ადამიანები აუცილებლად სიკეთეზე ფიქრობენ, იმიტომ რომ სიკეთეს ღმერთი ხედავს და აუცილებლად ადამიანს დაუფასებს ღმერთი ყოველივე იმას, რასაც სიკეთით და მადლით გააკეთებს. სიყვარული არის ამ ცხოვრებაში მთავარი და მთელი წიგნი სულხან-საბა ორბელიანისა ეს იგავარაკების კრებული სწორედ ამისი თვალნათლივი დასტურია. როგორც ვიცით, ეს წიგნი ჩვენი ზნეობრივი აღზრდელია, მასწავლებელია და ის უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, გვასწავლის სხვების სიყვარულს. გმადლობთ ყურადღებისათვის.